ისში რომლის წამყვანი ვარ მე ნანა თევდორაძე დღევანდელ დღეს გავატარებ თქვენთან ერთად და ვეცდები რომ საინტერესო გამოვიდეს ჩვენი ეს შეხვედრა ასევე კარგი განწყობა შეგიქმნათ იქვე და რჩევები ჩემი სტუმრისგან ისე ვთქვათ ბოძებული გამოგვედგება ჩვენ რომ გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას რაც შეეხება ამინდის თვალსაზრისით ნაცრისფერიცაა გადმოჰყურებს ქუთაისს თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ზამთარი ამაში გასაკვირი არაფერია მთავარია იყო ჯანმრთელები და გავიღიმოთ ძალიან ბევრი. რაც შეეხება გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ მას კარდიოლოგი, თერაპევტი, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი. იქვე მთხოვა ბოლოს ამის სტატუსი არ ამოიკითხო პირდაპირ ეთერში, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე ბატონი დავით ჩარვაშიძე, რომელსაც მივესალმები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გვეწვია ბატონი დავით ისევ და ისევ ამჯერად ახალ სივრცეში. მოგესალმებით ათ უკვე პირდაპირ ეთერში. მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. გილოცავთ ახალ წელს შობას, ნათლისღებას და გისურვებთ რომ ძალიან ნაყოფიერი, კარგი და ღიმილიანი წელი გქონდეთ თქვენ და თქვენს პაციენტებს. როგორ ხართ ბატონო დავით? მადლობთ, მოგესალმებით ნანა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისათვის. მინდა ყველას თქვენ და ჩვენს ტელემაყურებელს მიულოცო უკვე დამდგარი ახალი წელი, შობა, ნათლისღება, ეს დღესასწაულები. და უსურვო ყველას რომ 2026 წელი ყოფილიყოს ფეხბედნიერი თითეული ადამიანისათვის, მათი ოჯახებისათვის, მთელი საქართველოსათვის და ალბათ ზედმეტი არ იქნება თუ დღეს ვიტყვით რომ მთელი მსოფლიოსათვის. კი ბატონო, ნამდვილად გჭირდება მშვიდობა და ბევრი ღიმილიანი სახე, რომის დეფიციტიც ლოკალურ დონეზე განსაკუთრებულად შეინიშნება და ეს ჩემზეც ვპოვებს ხოლმე უარყოფით ასახავს. ბატონო დავით, ბევრი წელი გავიდა პრესის სახლში იყავით ჩვენი სტუმარი, პრესის სახლი რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ დაგვიტოვა მოგონებები, რომელიც ხშირად ამოტივტივდება ხოლმე, ხო, ქვეცნობიერში არც არაფერი არ იკარგება. მოხარული ვარ რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს და იმედია ეს არ იქნება ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა. 2025 წელი როგორი აღმოჩნდა თქვენთვის რაიმე ესეთი მომენტები რომ გაიხსენოთ, რაც თუნდაც კარიერული თვალსაზრისით, ან ის რაც მუზებს უკავშირდება, საინტერესო იყო და ახალი გამოწვევები წარმოშვა თქვენ ცხოვრებაში. მადლობთ 2025 წელი, კარგი წელი იყო საერთო ჯამში, იყო გარკვეული წარმატებები. საერთოდ კლინიკაში სადაც მუშაობ, კლინიკამ მოიპოვა კანადის საერთაშორისო სერტიფიკატი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია კლინიკისათვის, რომელიც დღეს ყველა კლინიკებს ევალებათ. გარდა ამისა, პირად ცხოვრებაში ეს იყო, რომ აქტივობა უფრო გაზრდილი იყო, ასე როგორც ექიმის, როგორც კარდიოლოგის, პაციენტების მომართვიანობა იყო ბევრი. ეს რა თქმა უნდა ცუდია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი თუ ხდება ავად, ცუდია, მაგრამ თვითონ ექიმის აქტივობისთვის ეს წერება რომ მეტ გამოცდილებას იღებს ექიმი დაუშვათ. გარდა ამისა, მუზაზე მკითხეთ ხო რაღაც და დაგროვდა ესეთი რაოდენობა თუ ლექსების, რომელიც უკვე იკინძება 2025 წელში, ჩაიდო უკვე სტამბაში და რედაქციაში არის უკვე იწყობა და დაიბეჭდება ალბათ ამ წელში უკვე. დღის სინათლეს დაახლოებით რომელ სეზონზე იხილავს თუ ესე ზუსტად ალბათ თებერვლის თვეში უკვე იქნება მზად. კარგით, ჩვენი საუბარი ალბათ რამდენიმე ეტაპად უნდა გაიყოს, ხო? დავიწყოთ თავიდან. ბავშვობაში ვიმოგზაურეთ, იმიტომ რომ ჩემი სტუმრების ეს რო თქვა ეპიზოდები ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ დღემდე რჩება სამწუხაროდ ესეთი მოსაზრება, რომ ის ემოციები, რასაც ბავშვობაში ვიღებთ, იკარგებათ დროთა მანძილზე. ალბათ თქვენ დამეთანხმებით, რომ უკვალოდ არაფერი არ ჩაივის, ყველაფერი ჩვენს ქვეცნობიერშია და როდის რასახით იჩენს თავს არავინ არ იცის. რა ეპიზოდებს გაიხსენებთ თქვენი ბავშვობიდან? როგორი ბავშვი იყო ბატონი დავითი? და თუ ექიმი როგორ მოგვერდეთ არ ვიცი. როგორც ექიმის თვალსაჩინოდან რომ გადავხედოთ, აი რაღაც გარკვეული მზრუნველობის თვისება მქონდა. აი უფროსების მიმართ, მაგალითად დედის მიმართ, ბებიის მიმართ, ბაბუის მიმართ, რომ ვიჩენდი რომ აი რაღაცა მოულის და თითქოს რაღაცა შემემსუბუქებინა მათთვის შრომა იყო თუ რაღაცა, აი ესეთი რამე ნამდვილად მქონდა ესეთი რაღაც და საერთოდ ისეთი რამეა რომ ბავშვობაში მიღებული ნებისმიერი შთაბეჭდილება ადამიანს მთელი ცხოვრება შემდეგ თან მიყვება. შეიძლება ქვეცნობიერში გადავიდეს, მაგრამ მე ადამიანს მართავს. ერთი დიდი მეცნიერი იყო სელია, ასეთი, რომელიც ადამიანზე სტრესების მოქმედებას განსაკუთრებულად სწავლობდა და
მან აღნიშნა, რომ არც ერთი სტრესი, არც ერთი ემოციური გავლენა ადამიანზე უკვალოდ არასდროს არ იკარგება, მით უმეტეს ბავშვობის ასაკში მომხდარი და ის შემდეგ მის დაუნებურად ადამიანის ხასიათს და მის ქცევას მომავალში გარკვეულწილად მართავს. ბატონო დავით, თქვენი ბავშვობაც ისევ როგორც ჩემი ბავშვობა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სიდუხჭირეს და სივნელესთან არის ასოცირებული, ხო? რომ გაიხსენოთ ახლა ის წლები რაოდენ რთული იყო, მაგრამ ბავშვობაც სხვანაირი იყო, ხო? ეს მეზობლების ესე რომ თქვა კულტურა ასე შემდეგ, მაგრამ ამის მიუხედავად მშობლების პასუხისმგებლობა როგორ იკვეთებოდა, რომ თუნდაც აი ეს ამ სტრესული გარემოსგან დაეცვათ შვილები და დავიცავით თქვენ. როგორ ერთობოდით? როგორი იყო ეს გარემოცვა? ცოტა ჩემთვის რთული იყო, იმიტომ რომ მამა ადრეულ ასაკში დამეღუპა, დაახლოებით 2-3 კვირის ვიყავი და მე და დედა ვცხოვრობდით ერთად და ცოტა ამ მხრივ ცოტა რთული იყო ჩემთვის, მაგრამ იმ წლებში სოციალური დაცვა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე დღეს დგას საქართველოში. როდესაც მე ბავშვი ვიყავი. ამიტომ იმ პერიოდში აი თვითონ სწავლაც უფასო იყო, მით უმეტეს რომ აი თუ კარგად სწავლობდი, პირიქით სტიპენდიას გინიშნავდნენ და ცოტა მომატებულ სტიპენდიას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირადად ჩემთვის. ასევე იყო სამედიცინო მომსახურება, ხო გინდა არ გინდა, მაშინ იყო უფასო. თუ კი რამეს არ გადაიხდიდი, მაინც ვალდებული იყო მედიცინა რომ მოგსახურებოდა ის თვითონ. ბევრი რაღაცები ქონდა წინა ცხოვრებას დადებითიც და უარყოფითიც და ამასაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, მაგრამ კარგი, უარყოფითიც გითხარით წინა ცხოვრებიდან თუ ამ ეპიზოდებში გადავადაწილებთ გასულ დღეებს და განვლენას. ხო, წინა ცხოვრების უარყოფითი ის იყო, რომ ადამიანები ძალიან შეზღუდულები იყვნენ იმაში, რომ აი თვითონ ბევრი რამის კეთების უფლება არ ქონდა, თქვათ, ვერ გავიდოდა სხვა ქვეყანაში მოგზაურობა, წასვლა, ნახვა, პრობლემა იყო ძალიან. ამ მხრივ კონტაქტები იყო ძალიან ცოტა კონტაქტები იყო შედარებით უცხოურ გარემოსთან, საზოგადოებასთან და უფრო ჩაკეტილი საზოგადოება იყო, ასე რომ გითხრათ რა და ამ მხრივ ეს იყო ცუდი, ხო და დღეს უფრო გახსნილია საზოგადოება, მაგრამ თითქოს ის თვისებები და ის სითბო და ის სიყვარული, რომელიც არსებობდა, ხო ის განელდა, წაიღო ამ კომპიუტერიზაციამ, ამ ადამიანების რობოტიზაციამ და ცოტა უფრო გაცივდა თითქოს ადამიანი. თუმცა მე ვერ დავიჯერებ, რომ სანამ ადამიანი არსებობს, მანამდე არსებობს სითბო, მანამდე არსებობს სიყვარული. ეს არის თვითონ ადამიანის დამახასიათებელი თვისება, მაგრამ ეს გამოხატვის ფორმები უკვე ცოტა უკანა მხარეზე გადაიწყო. ბატონო დავით, მზრუნველობით გამოვირჩევოდიო ბავშვობიდან და აი სწორედ ეს მზრუნველობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ თქვენ აგერჩიათ ეს პროფესია, ყოფილიყავით ექიმი. თუ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო დაინტერესებული. კი, ნუ ახლა რამდენიმე პროფესიას თავიდანვე, როდესაც ვარჩევდი, ყველაზე მეტი მისაღები ჩემთვის ფიქრობდი, რომ იყო, თუმცა იმ პერიოდში ძალიან დიდი კონკურსი იყო სამედიცინო ინსტიტუტში მოსახვედრად. აი მაგალითად ერთ ადგილზე მოდიოდა ზოგჯერ 10, 12, 15 ადამიანი და ეს ქმნიდა იმას, რომ ძალიან დიდი რისკი იყო, რომ დრო დაგეკარგა, ვერ მოხვდებოდი შემდეგ წლისთვის უნდა გეცადა, გელოდა და ესეთი ეს იყო, მაგრამ როდესაც იყო მიზანი და შრომა შეგიძლია და გააკეთო შენი საქმე, ისე რომ თუ მიზანი გაქვს და ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეუძლია რომ თუ მიზანს გულში დაისახავს და არ დაიშურებს ამისთვის შრომა შეუძლია მას მიაღწიოს და ნუ ასე მოხდა მაშინ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი იყო დღეს არის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტი სამკურნალო ფაკულტეტზე და ნუ იქ მაშინ 6 წლიანი სწავლება იყო, მე 7 წელი იყო ინტერნატურა და ეს დავამთავრე და იქიდან მოყოლებული შემდეგ მოკლე მუშაობ. ხო, ეს სტუდენტური წლები როგორ გახსენდებათ ხოლმე? საერთოდ მე მგონია ეს ყველა ადამიანისთვის არის ერთ-ერთი ულამაზესი ხანა, ულამაზესი წლები. ეს არის ახალგაზრდობა, შემდეგ ისეთი გარემო, მეგობრებთან ერთად ხალიფდება ახალი ურთიერთობები თან ამ დროს პროფესიული სწავლება მიდის შენი და იძენა ამ პროფესიას და ამასთან ერთად ძალიან ბევრი ესეთი მოსაგონებელი გიგროვდება შენს მეგობრებთან, რომ მე ის ადამიანები შენთვის ძალიან ძვირფასი ხდებიან. ხართ დღესაც კომუნიკაციაში? კი, რა თქმა უნდა და რაც დრო გადის, უფრო
უფრო გეძვირფასებდეს ადამიანები. ანუ სტუდენტური წლები გაატარეთ დედაქალაქში, მაგრამ სტუდენტური წლები აი ეს ემოციური კავშირი ქუთაისთან არ გაგიწყდით, ხო? ახლა ქუთაისი საერთოდ როგორ არის ხა ქუთაის ვერაფერი ვერ შეცვლის. ქუთაისის სიყვარულს, მასთან დამოკიდებულებას და საერთოდ ცნობილია რომ ადამიანი სადაც გაიზრდება, აი უდაბნოში რო იზრდებიან ბავშვები და რო უყურებთ ახლა ჩვენ სხვა ქვეყნებში, სადაც ძალიან რთული კლიმატური პირობებია, ცუდი საცხოვრებელი პირობები, იქ რო იზრდებიან, აი ის ადგილი უყვართ ძალიან, სადაც გაიზარდნენ თვითონ. იცის რომ შემდეგ სხვა ადგილი შობს იმ ადგილს, რო საცხოვრებლად, მაგრამ ის სიყვარული მაინც რჩება და ნუ ქუთაისი ხარ რა უნდა თქვა. ქუთაისი კიდე სხვა ფენომენია, რომელსაც ალბათ მეცნიერება ვერ ამოხსნის. ქუთაისი მრავალმხრივი ფენომენია, ეს არის საოცრება არა მარტო საქართველოსთვის მე ვიტყოდი, ხო? და თავისი არა მარტო ქალაქის ისტორიით, არამედ თვითონ იმ ადამიანების ისტორიით, რომლებიც ქუთაისს ქმნიდა, როგორც სახეს და როგორც ხასიათს აყალიბებდა ქალაქისას. ბატონო დავით, ინტერესი ხელოვნებისადმი ბავშვობიდან მოდის თუ შემდეგ შეძენილი, ასე ვთქვათ. თავისთავად იწყება რაღაცა, როგორც მაგალითად რაღაცა მეწერებოდა, პატარა ლექს დავწერდი, მე მახსოვს რომ როცა მეცადინეოდი, ვთქვათ, მისაღები გამოცდებისთვის, ან ნებისმიერ დროს მქონდა პასტა ან ფანქარი მქონდა და თან მკითხულებთან რაღაცა უნდა მეხატა გვერდზე ამავე დროს. ინტერესანტი. და მახსოვს დედაჩემ მოგიდებდა ნახატებს დღეს და ჩაყრიდა იმაში და აქედან ვერ ამოშლიო იმაში. არ გცალია ამისთვის, იმიტომ რომ კარიკატურას ხო სწავლას დაუთმევდრო და ახლა ამას სერიოზული ის არ ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროფესიული განათლება ამ მხრივ არ მიმიღია, მაგრამ მე ცოტა მოგვიანებით უკვე მოვხდი მხატვრებთან, მოქანდაკეებთან შემთხვევით ისიც და ნუ იქაც ახლა სწავლებას არ ქონია ადგილი, მაგრამ იმ გარემოს რომ ხედავდი თავისთავად რაღაცები ბევრი რამე ანუ რაც მაშინ ვერ წაიშალა გონებიდან აქ შეხვედრა წაიშალა, მე აი ამიხდა თითქოს რა ღმერთო ამიხდინა. არა პროტესტებდით ამგვარ ქმედებებს თქვენი ნახატებისა და ნამუშევრებისადმი? არა, მასად ნამუშევრებს ვერ დააქვს. მე ახლაც ამაქვს ისეთი, როდესაც ავადმყოფი შემოდის და რაღაც ფურცელი მაგთან მასთან რო დავამთავრე საუბარს და გამოუწერ, მე რაღაცა ხან ზოგჯერ პაციენტის ეს ჩამიხადია და რაღაცა მოხდა. და არიცია ან მათ ამის შესახებ? როდის მოხდება გამოფენა პაციენტების? ნახატ ნამუშევრები არის ისეთი, რომ ყველა მისის ეს ვისაც ხატვა უყვარს, როგორ იქ უცბად რაღაცას აკეთებს. ეს სერიოზული არ არის, მაგრამ რაღაცა შენს ემოცია გინდა რომ დახარჯო იმ წუთში და უწყინარი თვითთერაპია, როგორ ფიქრობ? ხო, ნუ არტ თერაპია ხო არსებობს ესეთი და ძალიან კარგი რამ არის აი პაციენტებისთვის თვითონ ვისაც მაინც სურვილი გააჩნია და ის იმდენად ამშვიდებს განსაკუთრებით აი მაგალითად თუ ძერძო არის ქანდაკებასთან თქვა ეს არის ისეთი პროცესი რომელიც აი თლიანად გამოყავხარ გარემოს სივრციდან და ხარ შენთვის და რაღაც სხვა სამყაროში ხარ და არ ჩვებულება გჭირდება არ დასვენება გჭირდება არ სხვაზე არ ვთაში პირდაპირ ისვენებ რა რასაც ქვია დასვენა დავით თქვენ ბრძანეთ რომ ხო ექიმობასთან ერთად სხვა პროფესიისადმიც იყო ინტერესიო ის დანარჩენი რა იყო ну ალბათ თუ ავირჩევდი ან იქნებოდა არქიტექტურა და ან სამხატვრო კუთხით წავიდოდი. რატომღაც მეგონა რომ მიტყოდით იურისტი მინდოდა ყოფილიყო. იურისტი. არასოდეს დაინტერესებული ხარ? არა, საერთოდ ეს როდესაც რამეს კითხულობ და იმ პროფესიაში რაღაცები ბევრი რამე წამიკითხავს, განსაკუთრებით აი გამოძიებებია, საქმეების ძველი ისინი არის გამოცემები, წიგნები ძალიან საინტერესოა ბევრი რაღაცები, მაგრამ თვითონ პირადად არასდროს არ მომდომია. ბავშვობაში კი ვკითხულობდი შერლოკ ჰოლმსს დიდი სიამოვნებით. თავად არ გქონია ცოლული რომ? არა, უფრო უოტსონისკენ გადავიდა. ბატონო დავით, იყო ექიმი ძალიან ზედმეტად საპასუხისმგებლო პროფესია ალბათ, იმიტომ რომ პირდაპირ დაკავშირებული არის ადამიანის სიცოცხლესთან. დიახ. ეს პასუხისმგებლობა საწყისებშივე გააზრებული ჰქონდათ თუ შემდეგ მძაფრდებოდა? არის ასეთი ერთი მწერალი კრონინი, რომელსაც აქვს ციტადელი ნაწარმოები, ინგლისელი მწერალია და მასში აღწერილი აქვს ახალგაზრდა ექიმის ცხოვრება. აი ეს ექიმი რომ დაასრულებს სწავლას
და მაიღებს დიპლომს. და მაშინ ამბობს, რომ როდესაც ნებართვა მომეცა, რომ პაციენტებისთვის წამალი გამომეწერა, მაშინ გავხდეს საზოგადოებისთვის საშიში. იმიტომ რომ ყველაფერი შემეძლო გამომეწერა. ყველაფერი შემეძლო, მაგრამ ცოდნა მქონდა ძალიან ცოტა, ხო? ანუ ისე კრიტიკულად აფასებს ის გმირი თავის თავს, რომ და ასეც არის, რომ ექიმი თვითონ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, აი დღევანდელ საზოგადოებაში ზოგადად ვიტყვი მე ჩვენს ყოფაში, საერთოდ პასუხისმგებლობა ცოტა ნაკლებად არის გამოხატული ადამიანებში. ჩემიდან დაწყებული ალბათ მე საერთოდ ვლაპარაკობ ამას, იმიტომ რომ და განსაკუთრებით medicinaში პასუხისმგებლობა დგას ნომერ პირველ ადგილზე. ეს არის ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გვერდისა, რომლითანაც აი გულცივი დამოკიდებულება, უყურადღებო დამოკიდებულება, ეს არაფრით არ ეპატიება არავის არც მე, არც ნებისმიერ სხვა ჩემს კოლეგას. და პირველ რიგში კიდე რაც არის, ეს უნდა იყოს ექიმი მოწადინებული არა მარტო სიტყვით და რაღაც აი ლამაზე დამოკიდებულებით, არამედ პირველ რიგში ცოდნის მიღებით და მისი სრულყოფილების ცდელობით, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღოს, რომ პაციენტი მასთან მისული იყოს უფრო უსაფრთხო და უფრო დაცული. აი თქვენ იმ მომენტს თუ გაიხსენებთ, როცა დიპლომი გადმოგცეს და უკვე გქონდათ საშუალება, რომ რეცეპტი გამოგეწერათ პაციენტისთვის. კი, როგორ არ გავიხსენებ. კი, გავიხსენებ, უფრო მაღაზე წინ გავიხსენებდი ერთს, როდესაც ჩვენ აი პრაქტიკები გვიტარდებოდა და ზაფხულისში ვრჩებოდით და პირველად შემიშვეს პაციენტა, რომლისთვისაც სისხლი უნდა ამიღო. ეს ქალბატონი მიყურებს და მაშინ ძალიან პატარა შესახედაობა მქონდა პატარა მჭავარი და მიყურებს აი ხელი დაუმუშავე რაღაცა და ბოლოს შემხედა როგორო შენ უნდა გამიგეთო ის ვამიღო სისხლიო მე მითხრა და ნუ ისეთ თქვენ რას ლაპარაკობთ მე პირველად კი არ ვიღებ ანსის მუშაობ აქ და რაღაცებს ვაგეთებ თქო და ღმერთი ისე დამეხმარა ერთი პატარა ჩხლეტით მოვხდი ვენაში და ავიღე და ნუ იმ ხანამ ლოცა მერე და მთელი ამბები იყო, მაგრამ აი პირველი დამოკიდებულება პაციენტებთან იყო ძალიან ფრთხილი და საერთოდ არსებობს მედიცინაში ასეთი გამოთქმა primum non nocere. ეს არის ლათინური ანდაზა. ანუ პირველ რიგში არ ავნო. კი არ მოარჩინო პირველ რიგში. თუ დაეხმარები არ მაინც. პირველ რიგში ეცადე რომ რაიმე მავნებლობა, რაიმე ნება არ მიაყენო პაციენტს. ამიტომ თუ გეეჭვება რაიმეს გაკეთება, როცა არის კარგი, ჯობი არ გააკეთო, ვიდრე ის გააკეთო და რაც იცი, ის უნდა გააკეთო. კარგით, ბატონო დავით, აქ ალბათ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზეგავლენა, ცუდ ზეგავლენას და მავნებლობაზე მხოლოდ ალბათ ფიზიკური შეხება და ტკივილი არ იგულისხმება, ეს შეიძლება იყოს ემოციური, არასწორად ნათქვამით თითოეული სიტყვა, რის დეფიციტიც ახლა უნდა ვთქვათ, ხო, სიმართლე გვინდა თუ არ გვინდა, გვაქვს ჩვენს თანამედროვე ქართულ მედიცინაში. არსებობს ეს ახალი ამბავი არ არის, საერთოდ არსებობს მედიცინაში იატროგენული დაავადება, ასე ქვია, ასე არის შეფასებული დაავადება, ანუ ექიმის სიტყვით გამოწვეული, თქვა დაავადება ან სიმპტომი, როდესაც ექიმი ეუბნება პაციენტს და ის მისი სიტყვის შთაბეჭდილებას გვერდება და შეიძლება უთხრას და ის სიმპტომები შემდეგ გქონდეს და ორგანული დაავადება არ ექნეს პაციენტს. ან და ფსიქოლოგიურად ისე გახდეს პაციენტი უფრო ცუდად ვიდრე იყო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის დამოკიდებულებას, ავადმყოფის სწორ ინფორმირებას. ერთი და იგივე ინფორმაცია შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას მიწოდებული და უნდა ეცადო, რომ რაც შეიძლება ეს უნდა მოხდეს მისი ასაკის, მისი სქესის, მისი მრწამსის, მისი განათლების მისი უნარების უნდა გაითვალისწინო შესაბამისად უნდა ეცადო რომ მიაწოდო ინფორმაცია რომ მისთვის იყოს მარტივად აღსაქმელი. კი ბატონო. ანუ ეს ნიშნავს რომ ექიმი უნდა იყოს ზედმეტად კარგი ფსიქოლოგიც. აუცილებლად უნდა იყოს ადამიანის ბუნებას უნდა იცნობდა და ზოგჯერ კარგი იქნება ხანდახან რომ ჩვენს გავიაზროთ რომ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ იმ წუთას პაციენტის ადგილას, როდესაც ის მოდის ის მიდის ექიმთან და ამ დროს დამოკიდებულია და შესქერისმას და მის სიტყვაზეა დამოკიდებული. ამ დროს ძალიან დიდი როცა ყოველდღიურობაში გადადის ჩვენი შრომა ხო ეს ყოველდღიური შრომა
შეიძლება რაღაც ავტომატურ მოქმედებებში გადაიზარდოს, მაგრამ უნდა ეცადო, რომ ყოველთვის გამოხვიდე და მაინც შეხედო ამას. ანუ ერთ-ერთ მომქონდა რამდენიმე წუთი დრო და რაღაც ესეთი ბუღალტრული აღრიცხვა ჩავატარეთ, დაახლოებით 38-39 წელია ხართ აქტიურად მედიცინაში. ხო, ესე უწყობთ მოდიხართ. რომ გადახედოთ ახალ წლებს. რა გაგახსენდებათ ყველაზე მეტად? ბევრი გამახსენდება, კარგიც და ცუდიც, იმიტომ რომ როდესაც დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ეს იყო და ცოტა ხანში უკვე დაიწყო დიდი არეულობები რა, მაშინ ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში. ანუ ამ თაობამ, რომელსაც მე მიეკუთვნები, ძალიან დიდი ეპოქალური რაღაცა ძვრები გამოიარა, ისეთი, რომლისთვისაც ერთი ადამიანი და ერთი თაობა ნამდვილად ცოდვაა. შეიცვალა ქვეყნის სტრუქტურა, დაინგრა ეს ქვეყანა, სადაც ცხოვრობდით. შეიცვალა წყობილება, შეიცვალა ძალიან ბევრი რამე, იყო ბევრი ეკონომიური ჩავარდნები. აი გავიარეთ 90-იანი წლების საშინელება, მაშინ ექიმად მუშაობდით, რა ვიცი, ალბათ ენთუზიაზმით თუ პაციენტების ჰონორარზე დამოკიდებული და მთელი ღამეები დავდიოდით, მორიგეობდით ერთიდან მეორე საავადმყოფოში, სასწრაფოში, თუ სადმე არსებობდა, ანუ სამედიცინო მომსახურება ყველგან მიმუშავია. და ყველა სიძნელე ვიცი, სად რა ხდებოდა და სად როგორ იყო და ბევრი ერთად გამოვიარეთ, ბევრი ჩვენი კოლეგა აღარ არის სამწუხაროდ, მაგრამ აი ის წლები მაინც მახსენდება ისე რომ ჩვენი საქმისთვის მაინც არ გვიღალატია და ასე გამოვიტანეთ ეს წლები და ეხლა ბოლო წლებში რა თქმა უნდა შედარებით უკეთესი მდგომარეობა, თუმცა ვიტყვი რომ მედიცინაში და სამედიცინო მომსახურების მხრივ საქართველოში ძალიან ბევრი რამე დასახვეწია და გასაკეთებელია კიდევ. მოდით გულზეც ვისაუბროთ. ცოტა ალბათ უხერხული იქნება თუ გვერდსაუბროთ. გული ეს არის. გულის ფუნქცია რა არის და როგორ მუშაობს ეს? გულის ფუნქცია არის რომ უყვარდეს მეორე გული. პირველ რიგში ხო? პირველ რიგში არის. ეს ადამიანური ფაქტორით ალბათ. ადამიანური ფაქტორით. საერთოდ ყველაფერი რაც ადამიანზე მოქმედებს, ეს ემოციები, სტრესები, რაღაც სხვა ტკივილებიც კი თუ ადამიანს გააჩნია, ყველაფერი მის გულზე მოქმედებს. თან დღეში რამდენჯერ ვახსენებთ გულს? გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად? ხო, ალბათ ხშირად. ალბათ ძალიან ხშირად, ხო. და ნუ ეს გულია, რომელიც ამოძრავებს ყველაფერს ის და გულზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, იმიტომ რომ გული ამარაგებს, გული არის ტუმბო, რომელიც მთელ ორგანოს აწოდებს, სისხლს, ყველა ქსოვილს და ამიტომ გულის ნებისმიერი ფუნქციის დარღვევა და მისი წყობრიდან გამოსვლა ეს მთელ ორგანიზმზე აისახება თავის twin-ზე, ნებისმიერ ქსოვილზე. ამიტომ გულის წყობში ყოფნა ნიშნავს, რომ ბევრი ორგანო იმუშავებს გამართულად, ხო, თვითონ. აი ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც გულის უკმარისობა არის, ანუ გული ვეღარ ასრულებს თავისი ტუმბოს ფუნქციას და ამ დროს როგორც სხვა ორგანოებს, ისე თავის twin-საც აღარ მიეწოდება კარგად სისხლი და ვითარდება ენცეფალოპათია. ნუ გარდამავალია, მაგრამ მაგალითად განყოფილებებში არიან პაციენტები, რომლებიც აი უკვე იწყებენ არაადეკვატურ საუბარს, რაღაც სხვა სივრცეში არიან გონიათ, ზოგს მტრად მიაჩნიხარ, ზოგს მოკეთეთ, ზოგს რაღაც და მე როდესაც გული შედარებით უკეთესად იწყებს მუშაობას, გამოდიან მდგომარეობიდან და უკვე ცოტა კრიტიკულად უყურებენ თავის საუბარს. კარგით, აი ეს გულის უკმარისობა რა იწვევს მას მაშინ გითხარით? და გულის უკმარისობას რა იწვევს და რამდენად ხშირი არის სტატისტიკა? გულის უკმარისობა საერთოდ ასაკთან ერთად რაც უფრო მაღალი ასაკი, თვითონ გულის დაავადებებიც უფრო ხშირდება, მაგრამ თვითონ გულის უკმარისობის უხშირესი მიზეზი, უფრო ხშირი მიზეზი გახლავთ გულის მკვლევავის სისხლძარღვების შევიწროება, ანუ ისემიური დაავადება, რომლის დროსაც თანდათან გულის მკვლევა მცირდება და შემდგომ ვითარდება ის, რომ გული ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. თუმცა არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც არ არის ეს არტერიები დაზიანებული, მაგრამ ვითარდება გულის უკმარისობა. ესენი არის კარდიომიოპათიები, როდესაც გულის მაგალითად დილატაციური კარდიომიოპათია, როდესაც გული ფართოვდება, ანუ გულის თქვათ გაფართოებით დაავადება, ასე რომ თქვათ პოპულარული ენით და ამ დროს გული ისე ფართოვდება, რომ მისი კუმშადი უნარი იკარგება და აი ამ დროსაც გამოხატულია ეს სიმპტომები ძალიან. კარგი, პირველი მანიშნებელი სიმპტომი რა შეიძლება იყოს? იმიტომ რომ ჩვენ იმდანაც შეჩვეული ვართ
რაღაც თითქოს ელემენტარულად აი გულის ამოსუნთქვები, ჩასუნთქვები, თავის ტკივილი, წერის ტკივილი, ანუ ეს ტკივილი თან ერთად ცხოვრება ჩვენთვის ნორმალურად მიგვაჩნია, ხო? ან დროს არ უთმობთ, ან ფინანსები არ არის ხოლმე საკმარის და ყველაფრის გადავადება ვიცით, რაც შემდეგ ხანგრძლივ პერსპექტივაში გაცილებით ცუდად ბრუნდება, როგორც დროის თვალსაზრისით, ჯანმრთელობა გაუარესებულია და გაცილებით დიდი ფინანსები არის საჭირო ამ ყველაფრისთვის. თვითონ საერთოდ აი გულის არეში თვითონ უკმარისობას რაც შეეხება ხაერის უკმარისობით გრძნობენ თვითონ პაციენტები თავდაპირველად და ადვილად დააღლა აი მაგალითად მცირე მანძილზე გავლის დროს ისე იღლებიან რომ მანამდე ისე არ იღლებოდნენ გული უჩქარდება და აი ამ მცირე მანძილზე გადაადგილების დროს და აი ესეთი მოვლენებია პირველ ეტაპზე შემდეგ მოდის შეშუპება ქვედაგიდურების აი კოჭების არეში და ზემოთ და მე უკვე ისე ურთულდებათ რომ ექიმთან მიდიან და აღმოჩნდება რომ არის გულის უკმარისობა თუმცა ჰაერის უკმარისობა ყველა უკმარისობა არ არის გულის უკმარისობით არც ალბათ კოჭის ტკივილი განაპირობებს კოჭის შეშუპება არ არის რომ არ შეეშიდეს შუას ელემენტურობას რომ ყველა ეს არ არის ამიტომ როდესაც პაციენტებს აქვთ ასეთი რამ ჯობია რომ გადაიმოწმონ ერთხელ და შეიძლება ტყუილა უნდა იდარდონ იჯავრონ რომ გულის უკმარისობა არც კი ქონდეთ და სხვა დაავადებასთან ქონდეს ან ვენურ დაავადებასთან ან სხვა რაიმესთან საქმე რომელიც ასევე შეიძლება უმკურნალოდ და მოეხსნათ ეს სიმპტომი. ბატონო დავით გასულ წელს იხსენებდით გადაცემის დასაწყისში და ბრძანეთ რომ მომართვიანობის თვალსაზრისით გამორჩეული წელი იყო. ყოველთვის ეს მომართვიანობა პაციენტის ნიშნავს რომ რაიმე წუხილით მოდის თუ გვაქვს ეგეთი პრაქტიკაც და იზრდება იმ ადამიანების რაოდენობით პროფილაქტიკის მიზნით დადის ხოლმე ექიმთან. აქაც მოვიკოჭლებთ ხო რაღაც ჩვენ. პროფილაქტიკაში მართალი გითხრათ ცოტა მოვიკოჭლებთ. ეხლა უფრო მეტად მოდიან მაინც ავადმყოფები რა პაციენტები რომელსაც არიან სიმპტომურები. ეხლა ჩვენი რაც შეეხება არა უშავს იმედია პაციენტი არ გვიკავშირდება და რაიმე არაწუხებს რაც შეეხება იმას რომ მომართვიანობას დიახ უმჯობესია რა თქმა უნდა რომ პირველ ეტაპზე ეს პროფილაქტიკური თვალსაზრისით აკეთებდნენ но ამისთვის არსებობს საკმაოდ ჩვენს ქვეყანაში არის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები სინამდვილეში აი ბევრი რამე არის უფასოდ და მე მინდა რომ ყველა პაციენტმა იცოდეს რომ აი როდესაც მიდიან კერძო კლინიკებში მიდიან კერძო ვთქვათ ყველა მაშინ რა ქვია ეს არის ფასიანი მაგრამ იქ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ბევრი რამე ანალიზი გამოკვლევა ვთქვათ კარდიოგრამა გულის ხრივ აქვთ უფასო კარდიოლოგი აქვთ უფასო მომსახურებაში ამიტომ ჯობია რომ როდესაც ადამიანს ეკონომიური თვალსაზრისით ასე აქვს რომ მიმართოს იქ და მე თუ საჭირო იქნება რამე გადამისამართება გააკეთოს მაგრამ უნდა გაკეთდეს უფრო აი სანამ დაიძაბება სიმპტომები რა აი მცირეოდენი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართვიანობა უნდა იყოს ექიმთან და ამის მიხედვით კარგი როცა ვახსენებთ გულს ალბათ დაავადებებს ასოცირდება რომ ადამიანი არის პლუს 50 წელს ზემოთ მაგრამ რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას გულის სიცოცხლე დაავადებები საქართველოში გაახალგაზრდებულია და ალბათ ამასაც თავისი გამოწვევი მიზეზები აქვს გულის პრობლემები და მოზარდები რამდენად ხშირია და რა იწვევს თქვათ გულის პრობლემებს აქ არის კომპლექსური მიზეზები მარტო ერთი მიზეზის დასახელება არ იქნება საერთოდ რაც შეეხება საზოგადოებას თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე საქართველოს ცოტა ემოციური მდგომარეობა აწეულია მაღალზე ამიტომ სტრესიც უფრო მაღალია ალბათ ეს ჩვენი კავკასიური ხასიათი და სამხრეთული ბუნებიდან გამომდინარე და ისედაც რაღაც აი დღევანდელი ყოფითი პირობიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანები რაღაც ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ ხრივ გაძლევთ უბრალოდ რომ იზრუნოთ. ამ ხრივ იქნება ისეთი გარემო, სადაც უფრო მეტი შანსია რომ დაზიანდეს გული და სხვა ორგანოები, იმიტომ რომ სტრესი ეს არის ადრენალინის გამოყოფა. ადრენალინი ეს არის ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თითქმის ზედაჯირკვლებიდან, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, გულის ცემის აჩქარებას და სუნთქვის გახშირებას და ამ ფონზე უკვე დატვირთვა ხდება ორგანიზმის და ძალიან ბევრი შეიძლება დაავადება გამოვლინდეს და შეიძლება იყოს ასევე სტრესის ფონზე თქვა შაქრის
მომატება გულკოზის მომატება სისხლში და ასე შემდეგ. და თვითონ გულსის საფრთხე დაავადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს. ასევე მნიშვნელობა აქვს კვებას. ძალიან დიდი ხო თან. აი ეს კვება ჩვენთან კიდე არის, არ ვიცი, პროდუქტები თითქოს ბევრია, მაგრამ ამ პროდუქტების ხარისხიანობაზე ვერ გეტყვით ზუსტად მე, იმიტომ რომ როგორი არის, თუ იყო ლაპარაკი რძის პროდუქტებზე, თითქოს დააწერეს, როგორ არის, მაგრამ აი რო გინდა წაკითხვა, ისე მიკროასოებით აწერია, ამას ვერავინ ვერ ამოიკითხავს ვერასოდეს, ალბათ მიკროსკოპი გაჭირდება წაკითხვა. ხო, გაიშვებსა ანუ არის თუ არა ბუნებრივი ეს პროდუქტი. უნდა ქონდეს ადამიანს არჩევანი, უნდა იყოს ბუნებრივი პროდუქტები, რომელიც ალბათ შედარებით უფრო მეტი ეღირება და უნდა იყოს არაბუნებრივი, რომელიც უფრო ნაკლები ღირს და გააკეთოს არჩევანი. ეს ცოტა ჩვენთან ძნელია, ამიტომ ცხიმების მიღება, ბევრი ცხიმის მიღება, ანუ ხოლესტერინის მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში, ასევე ზრდის გულსის საფრთხე დაავადების განვითარების რისკს და თავისთავად მერე შედეგები გვაქვს ასეთი. კარგი, რა არ უყვარს კატეგორიულად კიდე გულს, აი რისი მიღება საკვებზე და სასმელზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენაც ასაუბრებთ, ხო? ბევრი ალკოჰოლი, ნიკოტინი, სისხლში შაქრის რაოდენობა და ადინამიური ცხოვრება. ანუ არის ისეთი პროფესიები თუ ისეთი საქმიანობა, როდესაც ადამიანი ჩვენი საქმიანობაც ისეა, უმეტესწილად მდგომარეობაშია და ვერ მოძრაობს იმდენს ადამიანი და იმის დროც არჩევა, რომ შემდეგ ფიზიკურად თქვა დაიდვირთოს. აი ეს ადინამიური ცხოვრება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. თან სოციალური ქსელის ეპოქაში, ხო? თავისუფალი დროის შემთხვევაშიც ეგრეთ წოდებას ქოლოს მომჯობინებთ ხოლმე რატომღაც? ალბათ ეს მიჩვევის ფაქტორი. სრულიად გეთანხმებით, იმიტომ რომ თვითონ სოციალური ქსელი და ეს ინტერნეტ დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. არა მარტო საქართველოს, ეს არის მსოფლიოს პრობლემა. აი ნებისმიერ ქვეყანაში წადით, ნახეთ, მოხვდით ქუჩაში, მეტროში, სადაც გინდა, ნებისმიერ სივრცეში და იმ წუთში ყველას არის ინტერნეტში რა, ეგრევე მთელი ხალხი ყველგან. და ამას აქვს თავისი ახსნაც, იმიტომ რომ იქ ადამიანის დამოკიდებულება ვითარდება, როდესაც ადამიანი რაღაც სიამოვნებას ღებულობს ინფორმაციით თუ ხდება მიჯაჭვული, გამოიყოფა დოფამინი და შემდეგ ამას ვეღარ ელევა ამ პროცესს, რომ ამას თავი დაანებოს. განსაკუთრებით ბავშვებშია რთული ეს. ანუ ასე მარტივად თუ ვიტყვით, ის რა მეთოდითაც შეიძლება ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ფინანსებთან არ არის დაკავშირებული და სწორად კვება და სწორად ესე რომ ვთქვათ, მოძრაობა და ასე შემდეგ ესაჭიროება. ანუ ყველაფერი მარტივია იდეაში, ხო? შეგვიძლია ბევრი გავისეირნოთ, ფეხით ვიაროთ, ჯანგბადი ვიზუნთქოთ და ასე შემდეგ. ადამიანმა მაინც უნდა მოახერხოს, რომ თავის თავი გადაირჩინოს იმდენად, რომ აი უნდა გამონახოს რაღაც დრო ჩვენ თქვით ახლა ის ხროლვა ინტერნეტშიც ამის მაგივრად რომ ფეხით გაიაროს გაცილებით უკეთესია, მაგრამ აი ეს ჩვევები რომელიც ყალიბდება ამ დროს განსაკუთრებით უჭირს ადამიანს ჩვევების შელევა. ჩვენ პაციენტებს როდესაც აი პაციენტს უნიშნავ მკურნალობას, ბევრი მეკითხება, რომ აი როდის შეიძლება დავლიო. პირველი შეკითხვა ეგ არის. როდის შეიძლება დავლიო. ნუ ისეთი არაადეკვატურ სიტუაციაში დაგისვამენ ამ შეკითხვას, რომ გაოცებული და. რა პასუხობთ ხოლმე? ნუ ახლა ხან რას პასუხობ? ანდა რამდენი დავლიო? მე ვეუბნები რომ როდესაც მე მაძლევ, მოდიხარ ჩემთან, პასუხისმგებლობას კიდევ მე მაკისრებ მე, ხო? და ამის შემდეგ მეუბნები დავლიო თუ არა ღვინო. მე რო გითხრა ხა დალია და გახდეთ ცუდად, ხო მომიბრუნდები და პასუხი რა უნდა გაქვს? თუ მომიბრუნდი ჯერ. ხო. ამიტომ ასეთ საკითხებზე მე გეუბნებით კატეგორიულად არას და პირად გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენ თავზე. ხო, იმიტომ რომ ეს არაადეკვატური პასუხი, ისეთი მდგომარეობის პაციენტები არის ზოგიერთი და ისეთ დროს კითხავენ ამას. ბატონო დავით, ჩვენ რაღაც ძალიან ტრადიციული და ზედმეტად ტრადიციული არივართ, ხო? იგივე უკავშირდება აი ამ სუფრას. თქვენ სწორკვებაზეც საუბრობდით და გემრიელი კერძები გვაქვს ალბათ ახლა. ვერაფერს აუქს ვერ ვიტყვი, ან როგორ შეიძლება ეს ვიკადრო, მაგრამ ეს ხომ ზედოზირება ის რაც ქართველებს ჩვენს ქვეყნის მაგალითად ვისაუბროთ მოდით, ანუ ეს ზომიერება ძალიან გვიჭირს, ხო? კვება იქნება თუ სასმელი იქნება. თქვენ როგორ ხედავთ აი ამ ტრადიციის მხარეს, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე ადამიანები, რომ გავამართლოთ ხოლმე ჩვენი ქმედებები, რომ ეს რაღაც ტრადიციის ნაწილია, რომ ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ 20 ჭიქა უნდა მივირთვათ იმისათვის, რომ წინაპრებს პატივი ვცეთ და ასე შემდეგ. ნუ ის რაც მე მესმის ყოველ შემთხვევაში თუ სუფრაზე მოვხვდები. საერთოდ ეს არის დამახინჯებული ფორმები, მე თუ მკითხავ. ჩვენი ტრადიცია და ჩვენი
კულტურა არის სხვა სახე. ჩვენ იდენტობა შეიძლება უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. არა მარტო ქართველებმა, ყველა ერმა უნდა შეინარჩუნოს თავისი იდენტობა. ამითი არის კაცობრიობა საინტერესო, რომ ყველა არ უნდა იყოს ერთნაირი. ყველა ადამიანს, ადამიანთა ჯგუფებს, ერებს, ეროვნებებს, ქვეყნებს გააჩნიათ თავისი ტრადიციები და საინტერესო იმითაა, რომ ეს მრავალფეროვანი კულტურა იქნა შენარჩუნებული მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში და კონდეს ყველას თავისი იდენტობა. მაგრამ ჩვენ თუ ამას დავარქვევთ ტრადიციებს და ვეცდებით, რომ 40 ჭიქაღვინო უნდა დავლიო მაინცსა და მაინც, რომ ვიღაც მოვიგონო და ჩემი წინაპარით რაღაცა, რა თქმა უნდა ეს არასწორია. ან ვისრაში ჭირდება ის, რომ რამდენი ლიტრით გადაიტვირთება შენი კუჭი, რომ ამას კონდეს დიდი პატივი ვიღაცისთვის, ხო? არავითარი ეს არ არის. ეს გარკვეული ზომიერება, გარკვეული დამოკიდებულება, ჩვენ ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ, ბევრი რამეს უნდა ჩავიხედოთ. ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის, რა გვტკივა, რითი ვარ დაავადებული, რა შეიძლება ჩვენ მოვიშოროთ ჩვენით, რომ აი რა ჯობია და გავაკეთოთ მე ისე, რომ სწორად ვიყოთ, თორე ის რომ ქართველები ვართ და რაღაც გვაქვს ჩვენი, ეს აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნებული, მაგრამ ეს უფრო მიმაჩნია, რომ კულტურული სფეროთი უნდა იყოს გამოხატული. დამტკიცებული, ხო, ალბათ ის უფრო იოლია და იოლგზას ვირჩევთ ხოლმე. ბატონო დავით, ჰიპერტენზიაზეც მომახსენეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება ხოლმე მაღალი წნევით და ეს წნევის საზომი აპარატები მათი განყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარია, მაგრამ ბევრ გართულებას იწვევს ხო მაღალი წნევა. კი, მაღალი წნევა ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, სწორად ბრძანეთ თქვენ და მსოფლიოში არის ყველაზე უფრო გავრცელებული, ყველა ქვეყანაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული დაავადება, ეს მაღალი წნევა და ადამიანები ამ დაავადებისგან ვითარდება ბევრი გართულება. განსაკუთრებული გართულებები ეს არის გულთან დაკავშირებით გულის კუნთის ინფარქტი, თავთან დაკავშირებით თავის ტვინის ინსულტი და თირკმელების უკმარისობა შემდეგ. აი ამ სამ ორგანოს თითქოს ირჩევს განსაკუთრებულად და აზიანებს მათ. ამიტომ არტერიული წნევის მოწესრიგება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი სწორედ ამ დაავადების და ამ გართულების თავიდან ასაცილებლად. ეხლა რა ხდება? არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქვთ მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ არ აწუხებთ, ანუ თავი არ ტკივა, გული არ ტკივა. რა იცვლება მაღალ წნევად? თუ ინდივიდუალურია? არა, ინდივიდუალური არ არის მაღალი წნევა, 140-90-ზე უკვე არის მაღალი წნევა და ამის ზემოთ რა თქმა უნდა. და როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მე ეს არ მაწუხებს და ამიტომ არც წამალს ეძებს, არც ექიმს ეძებს, ხო ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. იმიტომ რომ გაწუხებს თუ არა ეს წნევა, მაინც აზიანებს ის იმ ორგანოებს, რომელიც ჩამოთვალე. ამიტომ აუცილებელია წამლის მიღება. არა არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ წნევა და ისინი არ მიმართავენ ექიმს და ამკურნალობენ, ხოლო ისინი, რომლებიც მიმართავენ ექიმს და ამკურნალობენ, იმათი ნახევარი კიდე ზუსტად ისე არ იღებს წამლებს, როგორც ექიმი უნიშნავს, ხო? ხო, დანიშნულების შეუსრულებლობაზე რა ხდება? რა ტიპის ჯერიმები გაქვთ თუ რა არის? დანიშნულებას შესრულება როგორ გითხრათ, ახლა მაინც სიმპტომებთან თუ ადამიანს აწუხებს, ისინი უფრო იღებენ აი ამ წამლებს, ხო? მასთან ერთად მარტო წამალი არ არის საქმე. მასთან ერთად აუცილებელია შეეზღუდოს მარილი საკვებში, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე ცხიმი, აი ეს გაზიანი სასმელები, მინერალური წყლების მოხმარება. თვითონ გარემო ვახსენეთ ზღანდა ესეთი რაღაც და თვითონ აი ადამიანის წონად ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ცოტა ადამიანებს უჭირთ არა უფრო წამლის მიღება, არამედ აი იმ ჩვევების დათმობა. ხო, ანუ თუ იმ ჩვევებს დათმოთ, შეიძლება ეს წამალიც არ დაგჭირდეს. შეიძლება არ დაჭირდეს, ხო, აი როდის დავლიოთ, საღარ ვამბობთ, მაგის ესაა, რომ აი როგორ არ დალიოს, როგორ არ ჭამოს, როგორ არ საკნას, აი ამის დათმობა, ეს ფსიქოლოგიურად იმდენად არის სტერეოტიპი, იმდენად ჩამოყალიბებული, რომ თუ ეს შეცვალა გონია, რომ მისი ცხოვრება საერთოდ აღარ ხირს ამ ქვეყნად. გულსის ძაღლთა დაავადებები ქალებში უფრო მეტად იჩენს თავს თუ მამაკაცებში? თუ სქესი არ იცის? სქესი იცის, ოღონდ გარკვეულ ასაკამდე. აბა რა ხდება, რას გულისხმობთ? რეპროდუქციულ ასაკში სანამ არის ქალი, ანუ მენოპაუზამდე. დიახ.
თითქოს ქალის ორგანიზმს მაინც იცავს ბუნება ამის შემიური დაავადებისგან. ანუ მის სიწარღვებში ისე არ ხდება холестериნის დალექვა და გამოვლინება აი ამ წავე ვთქვათ ინფარქტების და ძალიან ცოტაა სტატისტიკურად. მაგრამ როდესაც უკვე მენოპაუზა იწყება, ხალებში ხშირდება აი ეს დაავადება და გარკვეულ ასაკში ეწევიან მამაკაცებს და შეიძლება მერე გაასხდიან შემდეგ ასაკში. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ქალებში მენოპაუზის შემდგომი პერიოდი, როდესაც ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები დამთავრდა, რაღაც ახალი იწყება, სხვა ანუ პროგრამით მუშაობს უკვე ორგანიზმი, იქ კალციუმის ცვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქალის ორგანიზმში, რომელიც ირღვევა, კიდე გეუბნებთ, რომ აი холестериნის დალექვის ალბათობის სიხშირე უფრო იმატებს მაგ პერიოდში და ამიტომ აქ უნდა იქნას გამახვილებული ყურადღება სწორედ სწორ კვებაზე ვთქვათ, აი არტერიული წნევის მოწესრიგებაზე, თუ შაქარი აქვს იმის მოწესრიგებაზე, რომ ავიცილოთ თავიდან აი ეს მომენტი. ცილის რეჟიმს აქვს რაიმე როლი? ცილის რეჟიმი როგორ არის, იცით, აი ჩვენ ცხოვრობთ ცირკადული რითმებით. ცოცხალი ორგანიზმი, ყველა ორგანიზმი წარმოიდგინეთ, ჩვენი ორგანიზმი ითვლის რითმებს. აი ხო წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად ქალის ორგანიზმში ეს ყველაზე უფრო არის გამოხატული. როგორ ითვლის ის ყოველთვიურად რაღაც თავის ციკლს და როგორ ითვლის ის, ვთქვათ, 9 თვეს, როდესაც უნდა შობოს შვილი. აი ეს რითმები არის ჩაწერილი თვითონ უჯრედში. და როდესაც ეს ბიორითმი შეუძლია ორგანიზმმა აღიქვას და ამის მიხედვით იცხოვროს, მისი დარღვევა იწვევს უკვე ძალიან ბევრ ცვლილებებს. ისე არის ძილის რითმები. ანუ ძილისთვის არის ღამე. და რატო ღამე? ღამის განმავლობაში ჩვენი თავის ტვინში გამოიყოფა, ეპიფიზში გამოიყოფა მელატონინი, განსაკუთრებით ღამის საათებში ეს და 2-დან 3 საათამდე და განსაკუთრებით ეს მელატონინი მოქმედებს არა მარტო ძილზე, სხვა ბევრ ამაზე მოქმედებს, მაგრამ აი ძილს უწყობს ხელს, ძილის ჰორმონსაც ეძახიან და უფრო მეტად გამომუშავდება სიბნელეში. ამიტომ, როდესაც წვევი უმჯობესია, რომ შუქი ჩააქრო. ტელეფონით გადავდოთ გვერდზე. ხო, ეხლა ტელეფონების თემა, რა თქმა უნდა, ტელეფონების თემა, ეს არის სოფლიო პრობლემა. დღეს უკვე ადამიანი აღარ იძინებს თავის დროზე, ანუ უნდა დაიძინოთ დღეს და გაიღვიძო ხვალ. ანუ დღეს 12 საათამდე და გაიღვიძო 12-ის შემდეგ. ნუ აქ მიდის შუაღამემდე ტელეფონები, შემდეგ დილით ადამიანი ცოტას დაიძინებს, მერე გარბის და გამოუძინებელი და მთელი ამბები მოყვება ამას, ხო. სამწუხაროდ ეს ძალიან აქტუალური საკითხია. ხის დაფიქრება და მოწესრიგება, ხო? კი, აუცილებლად. ბატონო დავით, ვალოში ძალიან საპატიო მიზეზით ბრძანდებოდი წლის მიწურულს, ხო? მუზებსაც დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ არა ხელოვნება პირადად ჩემთვის ყველაფერი აზრს დაკარგავ და იმიტომ რომ ეს არის ჩემი, ესე ვთქვათ, თერაპია, რომელიც არის ძალიან უწყინარი, ბიუჯეტურიც ამასთანავე. ესთეტიური და ეს სიამოვნებას მანიჭებს როგორც მე, ასევე შემოქმედს. ეს არის ალბათ ძალიან დიდი ბედნიერება დედამიწაზე, რომელიც შემოგრჩა და იმედია ყოველთვის იქნება. ამ ხრივად პროდუქტიული იყო წლის მიწურული თქვენთვის და აი ეს ქანდაკებაზეც რომ ვისაუბროთ და თქვენს ნამუშევრებზე, ანუ ხატრობასაც შევახოთ. ეხლა ეს ცოტა მეკითხავთ, მაგრამ ცოტა მამაღლანად თქვა მე ანჩევი. მე ცოტა უფრო მაღალი რაკურსით ვუყურებ ამ მოქანდაკეს და მხატვარს და პოეტს და ამას, მაგრამ მიყვარს რაღაცები და იმას ვაკეთებ და მადლობელი ვარ, რომ ჩემი ნამუშევარი მოხვდა ჩვენი მხატვართა კავშირის მადლობელი ვარ, რომ ვარლას მხატვართა საგამოფენო დარბაზში იყო იმერეთის მხატვართა სახალხო გამოფენაზე. და იქ ერთ-ერთი ნამუშევარი ამ სეჭაბუკის ბიუსტი, რომელიც თავის დროზე გავაკეთე და იქ არის გამოფენაზე. სხვა რა ვიცი, ხა ისეთი ბევრი ხშირად მაქვს ისეთი სურვილი, რომ ვაკეთო ძერწო, დრო არა მაქვს. აი ერთ-ერთი რაც არის ჩემი, ეს არის დროის ფაქტორი, ხო? მაგრამ მაინც პოულობთ, ხო? ხო, ცოტა პოულობ და ახლა უფრო ვფიქრობ, რომ გაცილებით რაღაც გამოვძებნო დროისე, რომ იმიტომ რომ არის ისეთი რაღაცა, რომელიც გაწუხებს შიგნით და გინდა რომ გადმოცე და რაღაცა გააკეთო და მე ყველაზე ხშირად ქანდაკება, ნახატი, ლექსი, როდის იქნება, როცა ყველაზე კარგად ხართ თუ როცა დეპრესიული? საქმე რაშია, იცით, აი
ყველაფერს აქვს თავის მოთხოვნილება, მაგრამ ქანდაკებას დრო, იმიტომ უნდა ქანდაკებას მომზადება ჭირდება. აი მეტი დრო ჭირდება, რომ ის უნდა ააწყო, მერე თიხა უნდა მოზილო, მერე იქ უნდა დაიწყო კეთება და რაღაცა. ხატვასაც თავისი გარკვეულწილად ქანდაკებასთან შედარებით უფრო ნაკლები თქვათ ესეთი მომენტები, მაგრამ ლექს უფრო წერ, აი ლექს მაგალითად აქაც დაწერი მაშინ რა ქვია და ადვილად შეიძლება მისი გადმოცემა, აი შენი შთაბეჭდილები შეიძლება განმოცე ქანდაკებაში, ლექსში, ნახატში. ლექსით უფრო ადვილად აღწევ, აი ნებისმიერ გარემოში შეგიძლია ჩაიწერო და ჩაინიშნო. აქაც თუნდაც. ბატონო დავით, ხშირად რაზე წერთ ხოლმე? თქვენი პოეზია, თქვენი ლექსები. აი ეს რო გამოვაკრებული. იქ წავიკითხო და იქნება პასუხი. დავით, სხვა თემა არის ადამიანური დამოკიდებულებები, ადამიანის ბუნება, ჩვენი გარემოს სამყარო, ჩვენი დამოკიდებულება გარემოსთან, ჩვენი ტკივილი, ჩვენი სევდა, ჩვენი სიხარული, ჩვენი ადამიანები, საყვარელი ადამიანები და ასე შემდეგ. ეს პირველი კრებულია, რომელსაც ელოდებით? არის ეს მეორე კრებული. და რამდენი ვთქვათ წლის ნამუშევარი არის გაერთიანებული ამ კრებულში? ხო, ამაში ახლა არის ბოლო წლების ნამუშევარია, ესე იგი ლექსებია და 4 ნოველაა კიდე შეტანილი მაგაში და რა ვიცი, მე რაღაცები კიდე იწერება, გროვდება და ვნახოთ მე მომავალ. ძალიან საინტერესოა გისურვებთ ბევრ წარმატებას და მაინც იყო კარგი ექიმი და კარგი ექიმში მხოლოდ დიპლომს და ესე ვთქვათ შესაფერისი მედიკამენტების გამოწერას არ გულისხმობ, რომ გინდობოდეს პაციენტი, თუნდაც აბედნიერებდეს ხო ექიმთან მისვლა, როგორი უნდა იყოს დღეს თანამედროვე სამყაროში? მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აი ყველა პაციენტი, რომელიც გიმოდის ჩემთან უშუალოდ, მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხატო. იმიტომ რომ აი ადამიანი როდესაც ჯერ გადაწყვიტავს რომ ექიმთან მივიდეს, ჯერ თავს გზნობს ცუდად. ავად არის და უნდა რომ ექიმთან მივიდეს. მერე გადაწყვეტს ფიქრობს სად მივიდეს. გადაწყვეტა ესეც და ამ დროს ეს ადამიანი გამოივლის, რამდენ კარგ ექიმს აუვლის გვერდს, რამდენ კარგ ადამიანს თავის არჩევანს გააკეთებს და ბოლოს აგირჩევს შენ და მოდის შენთან და აი როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანს მადლობა არ უთხრა იმისთვის რომ ყველაზე ძვირფასი იმისთვის თავისი სიცოცხლე და თავისი გული მოგანდო შენ ხო ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას და ღმერთმა ისე შემაძლებინოს რომ აი ის რისთვისაც მათ მე მომაგეთხეს მაქსიმალურად მიმეცეს მათთვის ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ დაიყავით ჩემი სტუმარი წარმატებულ წელს გისურვებთ ჯანმრთელობას ვისურვებთ თქვენს პაციენტებს სრულიად საქართველოს და გავაფრთხილდეთ გულს და ის მარტივი რჩევები რომლის შესახებაც ისაუბრა ბატონმა დავითმა არასოდეს არ არის გვიან დავიწყოთ ხო მათი შესრულება თუნდაც ამ წამიდან დროებით დაგემშვიდობებით ბედნიერ დღეს გისურვებთ ნახვამდის დიდი მადლობა გისურვებთ ბედნიერ დამდგარ წელს დროებით ბატონო დავით ძვირფასო ტელემაყურებლობო გადაცემაში უოთხე ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა კარდიოლოგი თერაპევტი საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი ბატონი დავით ჩაროშიძე ბედნიერი დღემისურვებია თქვენთვის ნანა თავდორაძე უმუშაობდი კაცმეხმალიკა ჩოგავაძე გემშვიდობებით ყოველდღე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის